შენი აზრით ურთიერთობები ყველაზე ხშირად რა მიზეზით ინგრევა? შენი აზრით რა, შენი გამოცდილებით? პრაქტიკაში ყველაზე ხშირად შინაგანი ბავშვი როცა არ არის დამუშავებული. მე ჩემი პარტნიორი რეალურად როცა კონფლიქტი გვაქვს, პირველი არის ეგო. პარტნიორი როცა გეჯიბრება, მან ყველაფერი დამთავრებულია. ოღონდ შესაძლებელი არ აღიაროს რომ გეჯიბრება რა, აი შეიძლება ერთ პროფესიაში იყოთ, შეიძლება არ იყოთ, მაგრამ გადაწყვიტოს რომ უნდა გაჯობოს რაღაცა გზით. აი თუ პარტნიორებს შორის არის მე შენ გაჯობებ, გვეცნობიერად და არა ჩვენ და მე არ ვამაყობ შენის და არ ვამბობ რომ რა მაგარი ხარ და როგორ მიხარია, მან იწყება პირველი კონფლიქტი, იმიტომ რომ ეგოების ამბავია. და მეორე რა არის, რომ ჩვენი შინაგანი ბავშვები ჭუბობენ სინამდვილეში რა და ჩვენ ერთი ენა არ გვაქვს, არც გვაქვს სურვილი რომ ვისაუბროთ. მე და შენ თუ კამათობთ პირობითად და რაღაცა ურთიერთობას ვარკვევთ, მე არ გისმენ იმიტომ რომ დავფიქრდე ჩემ ქცევაზე, მე გისმენ იმიტომ რომ პასუხი დაგიბრუნო, რომ დაჩაგრულად არ ვიგრძნო თავი.